განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ნესტორიანიზმის შესახებ გახლავთ ჩვენი მსჯელობა. ჩვენ შესავალ ნაწილში სირთულე პრობლემისა წარმოვაჩინეთ, ვფიქრობთ, რამდენიმე საკითხს შევეხეთ და კვლავ გვინდა იმავე კითხვაზე პასუხი, უკვე სხვა თვისებათა მხრივ, სხვა განშტოებების მხრივ, წინამდებარე საუბარში ამ შეხვედრაზე შეძლებს დაგვარად ასევე წარმოვაჩინოთ. კითხვა კი კვლავ იგივეა. განკაცებული ღვთის ორი ბუნება როგორ შეერთდა, რას ნიშნავს ეს შეერთებულობა? კვლავ შეგახსენებთ ქალგედონის დოგმაც, რომ ორი ბუნება განკაცებისას, ღმერთ ჰიპოსტასის, მეორე ჰიპოსტასის, ძეღვთისას განკაცებისას, ორი ბუნება, საღვთო ბუნება, რომელიც მას განკაცებამდეც და მარადიულად ჰქონდა და აქვს, და კაცობრივი ბუნება, რომელიც მან განკაცებისას მიიღო, ამ ერთ პიროვნებაში, ძეღმერთის პიროვნებაში, მის ჰიპოსტაში როგორ შეერთდა, რა სახის კავშირია ორ ბუნებას შორის. დოგმატი ამგვარია, რომ ეს კავშირი არის ერთი მხრივ ყოვლად შეურწყმელი, ყოვლად შეურევნელი და მეორე მხრივ ყოვლად განუყოფელი. და თუ განუყოფელია შეურევნელი როგორ ღარჩება და თუ შეურევნელია განუყოფელი როგორ არის. ყველაზე უფრო გამოკვეთილი პასუხი ამ დოგმატთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღნიშნეთ, ქალკედონის კრება ჩამოაყალიბა და ქალკედონის კრება თავის მხრივ ეფუძნება კირილი ალექსანდრიელსა და თევდორე კვირელის შრომებს. ეს შრომები კი ერთი მეორეს ავსებს იმ კუთხით, რომ კირილე ეპაექრებოდა რა ნესტორს, მიზნად ისახავდა განკაცებული ღვთის ერთპიროვნულობის დასაბუთებას, ხოლო თევდორიტე ეპაექრებოდა რა კირილეს და შემდეგ პაექრობის გარეშეც, იმიტომ რომ როდესაც გააცნობიერა, რომ კირილეც ამავე აღმსარებლობისა იყო, უკვე პაექრობის გარეშეც და თავისთავადი თვითღირებულებით განიხილავდა და განმარტავდა საგიც იმის შესახებ, რომ განკაცებული ღმერთი ერთი პიროვნება არის ორბუნებოვანი. ამით შენივთდება ეს დოგმატი გამოთქმის სახით, რომ განკაცება გულისხმობს ძეღმერთის მიერ ადამიანური ბუნების მიღებას და განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე არის ერთი პიროვნება ორბუნებოვანი. განკაცებული ღვთის იესო ქრისტეს ორბუნებოვანის ერთპიროვნულობა დაასაბუთა ყოვლად ურყევად კირილემ და განკაცებული ღვთის იესო ქრისტეს ერთი პიროვნების ორბუნებოვნება დაასაბუთა ასევე ყოვლად ურყევად თევდორე კვირელმა. თევდორე თავისი მოღვაწეობის დასაწყისში ცდარად ფიქრობდა, რომ კირილე ამას თვლიდა საეჭვოდ, აი ამ მხარეს, რომ განკაცებული ღმერთი ორბუნებოვანია, ამიტომ ამ დოგმატზე ჰქონდა აქცენტი, მაგრამ გაარკვია რა, რომ კირილეს მიზანდასახულობა ამ დოგმატის უარყოფა ცხადია, არანაირად არ არის და თვითონაც ამახსარებისა, რომ განკაცებული ღმერთი ორბუნებოვანია. ამის შემდეგ ზოგადად იმავე დოგმატის ვრცლად განმარტება განიზრახა და მრავალ თავის ნაშრომში, თევდორე კვირელზე გვაქვს საუბარი, ეს ყოველივე ჩამოაყალიბა. ჩვენ ადრეც თქვით და კვლავ გავიმეორებთ და არაერთგზის გავიმეორებთ, რომ არ კმარა მხოლოდ თქმა იმისა, რომ განკაცებისას ორი ბუნება შეერთდა, ანდა განკაცებული ღმერთი არის ორბუნებოვანი. განკაცებისას ორი ბუნების შეერთებას აღიარებს მონოფიზიტობაც, ხოლო განკაცებული ღვთის ორბუნებოვნებას აღიარებს ნესტორიანიზმიც. და თუ ეს კმარა მხოლოდ, მაშინ რა განსხვავებაა ნესტორიანელობას, მონოფიზიტობასა და მართლმადიდებლობას შორის? საქმე ის გახლავთ, რომ ამ ორი ბუნების შეერთების საკითხი დიამეტრულად განსხვავებულად აღიქმება მონოფიზიტთა მიერ, აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ ნესტორიანელთა მიერ და სრულიად განსხვავებულად და ჭეშმარიტად ღვთიმშვენიერად და ღმერთ შემოსილი წვდომით მართლმადიდებლობის მიერ. აი ეს სამი სახე განმარტებისა ორბუნებოვნებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ზედმიწევნით უნდა იყოს შემეცნებული, რომ ცდომილებაში არ შევიდეთ სრულიად გულწრფელად. შეიძლება მაცთურის გარეშეც, ესე იგი ჩვენი გონებით, ჩვენი აზროვნებით, ჩვენი ლოგიკური მსჯელობით შეიძლება გულწრფელად შევცდეთ ზოგჯერ და ორბუნებოვნების მოძღვრება გვესმოდეს ნესტორიანულად, ორი ბუნების შეერთება გვესმოდეს მონოფიზიტურად და ამავე დროს თვლიდეთ, რომ ჩვენ მართლმადიდებლურად გვესმის ეს ყველაფერი. ანუ სხვაგვარად ვთქვათ, ერთი მხრივ ჩვენ შეიძლება სრულიად გულწრფელად ვცდებოდეთ ჩვენივე ლოგიკიდან და ჩვენი შეზღუდული გონებიდან გამომდინარე. მეორე მხარეა უფრო მძიმე, როდესაც ასპარეზზე გამოდის მაცთური, საკვარი, ვისაც შესანიშნავად ესმის თუ რა არის მონოფიზიტობა, რა არის ნესტორიანელობა, რა არის მართლმადიდებლური სწავლება ამავე ორბუნებოვნების შესახებ და თვითონ არის რა გადადრეკილი ერესისკენ, მონოფიზიტობა იქნება ეს თუ ნესტორიანელობა, ისიც კარგად უწყის, რომ აი ამ წვალებლობათა პირდაპირი გამოთქმით მართლმადიდებლურ ქვეყანაში მაშინვე მხილებული იქნება, ნიღაბი ჩამოიხსნება
და შესაბამისად თავის მიზანს ვერ მიაღწევს, რომ თავისი მწვალებლობისკენ მიიმხროს მრავალნი. ამიტომ არის მოფიქრებული და ეს საუკუნეების მანძილზე ხდებოდა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, დაწყებული მეხუთე საუკუნიდანვე, ამიტომ მოიძებნება ასეთი ფორმა, რომ მართლმადიდებლობად, დიოფიზიტობად გაასაღუნის, რაც არსებითად არის, თქვათ ამ შემთხვევაში ნესტორიანიზმი. და მკითხველს და მსმენელს, რომელიც სპეციფიკაში საკითხისა არ არის გარკვეული, ძალიან ადვილად შეუქმნიან ილუზიას იმისას, რომ თითქოს და ორბუნებოვნება სწორედ ისაა, რასაც ისინი ამბობენ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ესა უაღრესად ადვილად მისაღწევი ისეთ საზოგადოებაში, ისეთ ხალხში, რომლებსაც ამ მხრივ სპეციალური სწავლება არ მიუღიათ, მიზანდასახული ტერმინოლოგიური და საღვთისმეტყველო წვდომანი არა აქვთ და მხოლოდ ზეპირად, აღსარებითად იფარგლებიან ქრისტიანული მოძღვრების შემეცნების ჟამს. ანუ მხოლოდ რწამსის აღსარებით განისაზღვრება მათი ქრისტიანობა. აი ასეთი ხალხის გადაბირება ნესტორიანულ ორბუნებოვნებაზე გახლავთ სრულიად ადვილი და თან ბოლომდე რომ მათ შეეროდეთ თითქოს და ეკლესიის მამათა ხაზს მიყვებიან. საიდან გამომდინარეობს ასეთი სირთულე, ასეთი ასე ვთქვათ გარეგნული, რთულად გასამჟღავნებელი მზაგვრობა ნესტორიანული მოძღვრებისა ორბუნებოვნების შესახებ. გამომდინარეობს იქედან, რომ ისინიც ნესტორიანელებიც ორი ბუნების შეერთებას, დაკავშირებას სრულიად ხაზგასმით რძუნდებლობენ. მაგრამ პრინციპული განსხვავებანი თუ ჩვენ გვეცოდინება, თუ როგორ აღიქვამს საკითხს მონოფიზიტობა, როგორ აღიქვამს საკითხს ნესტორიანელობა და რას რჯუნდებლობს მართლმადიდებლობა, თუ არსებითი ნიშნები გვეცოდინება და ეს ნიშნები როგორც სიმპტომები ჩვენს მიერ ყველა აუცილებელ შემთხვევაში მომარჯვებული იქნება, ცდომილების ალბათობა უკვე მინიმუმამდე დავა. და ეკლესიის მამათა მიერ ეს ნიშნები არის სრულიად გამჭვირვალედ ჩამოყალიბებული. ჩვენ არაერთგზის აღნიშნავდით და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ საეკლესიო მოძღვრება არც ერთი კატეგორიის, უხეშად რო ვთქვათ, არც ერთი დონის ქრისტიან მართლმადიდებელს არ ტოვებს შემწეობისა და მშველელის გარეშე. თუ ვინმე შემძლებელია იმისა, რომ რთული ტერმინოლოგიური და საღვთისმეტყველო დებულებანი მთელი სიღრმით გაისიგრძე განოს, მას რა თქმა უნდა, გულდადებულად შეუძლია და მთელი ცხოვრების მანძილზე უდიდესი შრომატევადი საქმის შესრულების კვალობაზე სრულიად გამოკვეთილად ძალუძს მთელი იმ სისავსის შემეცნება და შესწავლა, რაც გულისხმობს ეკლესიის მამათა ურთულეს ტერმინოლოგიურ შრომებს, სოფლიო კრებათა ასე ურთულეს ტერმინოლოგიურ დადგენილებებს, თავიანთი კომენტარებით და სხვა. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანი ამ დონეზე არ არის. და ქრისტიანული მოძღვრება როგორც სარწმუნოება, რა ელიტარული წერისთვის არასოდეს არ ყოფილა განკუთვნილი და საზოგადოებრივ სარწმუნოება ჩვეულებრივ გულისხმობს იმას, რომ მასში ბევრი რამ არის მხოლოდ და მხოლოდ რწმენით მისაღები. ასეთ შემთხვევაში აი ამ რწმენითად მიმღები ნაწილის გადაბირება რომ არ მოხდეს მზაკვართა მიერ, იმიტომ რომ მათ სწამთ გულწრფელად და მრწამსობრივად ერთი განკაცებული ღმერთი ორბუნებოვანი. მაგრამ მათ არიციან ეს ორბუნებოვნება შინაგანად როგორი უნდა იქნეს აღქმული ტერმინოლოგიურად, დებულებითად და სხვა. ასეთ დროს სავსებით შესაძლებელია რომ ვინმემ შეგნებულად ცდომილებაში მყოფმა, რომელსაც მიმხრობთა თავის გარშემო შემოკრება უნდა, იმიტომ რომ პატიმოყვარეობითი ჟინი გარდუვალია ცდომილებაში მყოფისთვის, ესაა ყველა ცდომილების სათავე, როგორც არაერთგზის მიუთითებენ მამები და იმდენად ძალმოსილი ხდება და იმდენად დამპყრობელი ხდება ადამიანის გულისა პატიმოყვარეობითი ჟინი, რომ ეს პიროვნება საკუთარ პატიმოყვარეობას ყველაფერს ანაცვალებს. მათ შორის გნებავთ მატერიალურ კეთილდღეობასაც და სხვა. ოღონდ ეს პატიმოყვარეობითი ჟინი დაკმაყოფილია, რომ მას პატივისცენ, რომ იგი თაყვანცემული იქნეს. არა იშვიათად ადამიანები მთლიანად ტოვებენ ამ სოფლიურ სიკეთეებს, მაგრამ არა ღვთისთვის, არამედ იმისთვის, რომ სხვათა წინაშე წარმოჩნენ და სხვათაგან თაყვანისცემა მიიღონ, აი როგორი მოღვაწეა. რაოდენ შეხბედა მარხვისა და ლოცვის სათნოებათა მწვერვალებს, როგორ გაუმეცარდა ამ სოფლისგან და სხვა და სხვა. ესე იგი, ეს ყველაფერი პიროვნებისგან მოიღვაწება მხოლოდ და მხოლოდ სხვათა დასანახად. როგორც წმინდა იოანე სინელი ამბობს და ჩვენ სხვადასხვა შემთხვევაში მისი ეს უძვირფასი სწავლება მოგვიხმია, რომელმაც მრავალი ქრისტიანი და მრავალი მოღვაწე მოიხილა და ორ ჯგუფად განყო ისინი და ამბობს, ვნახე მოღვაწენი, რომელმაც უდიდესი სათნოებანი მოიღვაწეს და ღვთისგან ცხონებულნი იქმნენ. და ვნახე სხვანი, რომელმაც არანაკლები სათნოებანი მოიღვაწეს და ზოგჯერ შეიძლება უფრო მეტიც და უფრო ადვილად დასძლიეს ეშმაკი სხვადასხვა შემთხვევაში და გაცილებით უფრო ადვილად გაიმარჯვეს ცოდვებზე
და თითქოს და უფრო აღემატნენ იმ პირველთ. მაგრამ ვერ გააცნობიერეს, რომ ეს სიადვილე გამარჯვებებისა მტრის და უკეთურის, მაცდურის ხაფანგი იყო, სიღრმეში შეიტყუა ესენი, ვინც იოლად მიაღწიეს წარმატებებს, რადგანაც ყველა სათნოება აჩუქა მათ. ეშმაკმა არც ერთი სათნოების მოპოვებაში ხელი არ შეუშალა, რადგანაც კარგად ხედავდა, რომ ამ სიადვილის გამარჯვებათ ამ სიადვილის საფუძველზე ყველაზე უფრო მთავარს კიდევ უფრო ძლავრად შთანერგავდა მათში, ყველაზე უფრო მთავარ ანკეს, ყველაზე უფრო მთავარ ცდომილებასა და ცოდვას მოღვაწეობის დაწყებამდეც იყო ეს მათში, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ღრმად შთანერგავდა, ეს გახლავთ სწორედ პატიმოყვარეობა. რაც უფრო მეტად იხვეჭენ სათნოებებს, პიროვნებები, რომლებიც ეკლესიური განსწავლულობით არ წინაურდებიან, მით მეტად იპყრობს მათ პატიმოყვარეობა. და ამას რატომ აღნიშნავთ, რომ იმიტომ რომ შეიძლება არაერთგზის დასმულა კითხვა, რა რჯის პიროვნებას, რომ ეცადოს მრავალთა და მრავალთა გადაბირება. სწორედ ეს პატიმოყვარეობითი ჟინი. ამიტომ ეს ჟინი იმდენად ძლიერია, რომ ნათლის ანგელოზს ზეცა დაატოვებინა და ამ ქვეყანას ვერ დაატოვებინებს და ამ ქვეყნის სხვადასხვა სიამეებს პიროვნებას, რომელსაც ამ ჟინის დაკმაყოფილება სურს. რა თქმა უნდა, ეს უმძლავრესი რამ არის და ამ დროს რომ მსგავსი პატიმოყვარისგან და მზაკვრისგან გადაბირებული არ იქნეს ის პიროვნებები, რომლებიც განსწავლულნი არ არიან მოძღვრებაში სიღრმისეულ დონეზე, ეკლესია არც მათ ტოვებთ შველელის გარეშე, თუმცა მათ შეიძლება არ ქონდეთ იმდენი განსწავლულობა, რომ სპეციალურად დაამუშავონ საეკლესიო მოძღვართა შრომები, სპეციალურად დაამუშავონ რჯულდებითი ძეგლები, მათ შორის უპირველესი რჯულის კანონი, გნებავთ ქართულ სინამდვილეში დოგმატიკონი და სხვა, მაგრამ ის ყველა სწავლობს, როგორც უკვე თქვით, რომ ერთი შრომა დაამუშავონ, ერთი სახელმძღვანელო შეისწავლონ და ეს სახელმძღვანელო გახლავთ წმინდა იონე დამასკელის ნაშრომი ეკლესიისგან ნაკურთხი მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. ამიტომ კვლავ შევახსენებ ჩვენ მსმენელებს, განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობანი და ყველაზე დაბალი შესაძლებლობისაც რომ იყოს ადამიანი, აი ამ შესაძლებლობისგან მოკლებული არავინ არ არის. ამიტომ საბაბს ნუ მოიპოვებენ იმისას, რომ თქვან, როცა ამის ჟამი დადგება, ჩვენ არ ქონდა გონებრივი უნარი, არ ქონდა სულიერი ძალა იმისა, რომ ჭეშმარიტების სიღრმეში ჩავსულიყავით, არ არის ჩვენი ბრალი, რომ საკვარმა ჩვენი გულთბელობა და ლიტონი გონება გამოიყენა იმისათვის, რომ უკეთურებისკენ მივექციეთ. ეს საბაბი აღმოფხვრილია, კიდევ ერთხელ ვამბობთ, იმიტომ რომ ამ ერთი ნაშრომის დამუშავება აბსოლუტურად ყველა ადამიანს ძალუც და არათუ ძალუც ვალდებულიცაა. რომ მოუწოდებთ ყველა მსმენელს ეს სახელმძღვანელო, სადაც შემოკრებილია ყველა დოგმატი და სხვანაირად შეუძლებელიცაა, თვითონ სათაური გვიკარნახებს ამას, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. ასეთი ბრწყინვალე და მრავლისმეტყველი სათაური აქვს მას. აქა მართლმადიდებლური სარწმუნოების ყველა არსებითი სწავლება ფუნდამენტურად ჩამოყალიბებული და ეს შეიძლება დაიზეპიროს კიდეც, ალბათ ამის ვალდებულებაც ამ მსმენელს, რომელსაც დაუშვათ სხვა შრომათა შესწავლის დრო, მოცლა, ათასგვარი მიზეზები, გამომდინარე რაღაც თავისმართლებანი, რა თქმა უნდა, ყოველთვის თან ახლავს. ამ ნაშრომში ნესტორიანიზმთან დაკავშირებით ცალკეული თავები არის და კარგი იქნებოდა მსმენელი, რომელიც ჩვენს გადაცემას ყურს ადევნებს, გულის ყურს აპრობს, წინასწარ იყოს ამ თავებს გაცნობილი, რადგანაც მისთვის უფრო იოლი იქნება აღქმა იმ ყოველივესი, რაც ნესტორიანიზმთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ითქმის. მათ შორის იმ სირთულისა, რასაც ჩვენ ასე მკვეთრად უსვამთ ხაზს. ამრიგად კითხვა ისმის შემდეგნაირად: ორი ბუნების შეერთება როგორ გავიგოთ? რას ნიშნავს მონოფიზიტური გაგება ორი ბუნების შეერთებისა? რას ნიშნავს ნესტორიანული გაგება ორი ბუნების შეერთებისა და რა სწავლებაა მართლმადიდებლობისა ამ ორბუნებოვნებასთან დაკავშირებით? ჯერ მოკლედ, როგორც თქვით, კვლავ გავიმეორებთ და შემდგომ სიღრმისეულად. მოკლედ ამგვარია, რომ მონოფიზიტური გაგებით, მონოფიზიტური ცრუ სწავლებით, როდესაც ღმერთ ჰიპოსტასი განკაცდა, ანუ როდესაც საღვთო ბუნების მქონე ძეღმერთმა კაცობრივი ბუნება მიიღო, საღვთო ბუნებამ, როგორც უძლიერესმა, შთანთქა კაცობრივი ბუნება და მონოფიზიტობაში არსებული, ასე ვთქვათ, სახესხვაობანი და განშტოებანი ამის მიხედვით განსხვავდებიან, თუ რა სიძლიერისა ეს კაცობრივი ბუნების შთანთქმა საღვთო ბუნების მიერ. ზოგნი ამას შედარებით მცირე დოზას განუკუთვნებენ, ასე ვთქვათ, ზოგნი უფრო მეც, ზოგნი ტოტალურს და მათ კვალობაზე არის უკიდურესი მონოფიზიტები, არის შედარებით ზომიერი მონოფიზიტები და მეტად ზომიერი მონოფიზიტები. ესე იგი, ეს ხარისხები იმის მიხედვით განისაზღვრება მონოფიზიტობაში, თუ რა დონეზე
განსაზღვრავენ ისინი კაცობრივი ბუნების შთანთქმულობას საღვთო ბუნებისგან. ესაა მონოფიზიტური სრულსწავლება, რომ ერთი ჰიპოსტასი ბუნებითაც განკაცების შემდეგ ერთი დარჩა. ანუ ის არის ერთპიროვანი და ერთბუნებოვანი. ესაა მონოფიზიტობის დებულება. თუმცა ისინი არანაირად, ესე იგი მონოფიზიტები არანაირად არ უარყოფენ, რომ ორი ბუნება შეერთა. ზოგს ასე ჰგონია, რომ თითქოს მონოფიზიტები ამას უარყოფენ. ეს რა თქმა უნდა ყოვლად შეუძლებელია. ისინი არც მაცხოვრის განკაცებას არ უარყოფდნენ, არც მის ჯვარცმას არ უარყოფდნენ, არც მის სიკვდილს არ უარყოფდნენ, არც მის აღდგომას ცხადი არ უარყოფდნენ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მონოფიზიტები აღდგომას დიდი ზეიმით ასრულებენ. მაგრამ საკითხის არსში არ ღმავდებიან, იმიტომ რომ მათი ჩვენს მიერ უკვე თქმული დებულება თელა თაყვანისცემით მსახურებას სრულიად ამაოს ხდის და ამაოს წარმოაჩენს. მართლაც განკაცება როგორ შეგვიძლია ვაღიაროთ, თუ მასში კაცება არ შენარჩუნდა. დაახლოებით ასეთი სიმბოლო რომ მოიხმოთ, მზემ რომ დააცხუნოს ცვარზე და ეს ცვარი თუ აორთქლდა, როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ იქ ნოტიოობაა და სისველია და სხვა. ასე რომ განკაცება მხოლოდ მასში შეგვიძლია ვაღიაროთ, თუ ადამიანური ბუნების რეალობას, ნამდვილობას, ნამდვილად შენარჩუნებულობას ვაღიარებთ. მაგრამ თუ თვლით, რომ ის აორთქლდა, ის შეისრულა საღვთო ბუნების სიძლიერე, ის შთანთქმული იქნა, ანუ ის გაუქმდა, მისი თვისებები გაუქმდა და გადაგვარდა, ცხადია ეს უკვე განკაცება აღარ არის. თუ განკაცება აღარ არის, მაშინ როგორ შეგვიძლია, რომ აი ამგვარად აღსარებული ღვთის ჯვარცმა ვადიდოთ, იმიტომ რომ სადღაა ჯვარცმა? საღვთო ბუნება შეუძლებელია, რომ ჯვარცმული იყოს. საღვთო ბუნება როგორც აბსოლუტურად არამატერიალური, ვერანაირ ხორციელ ტკივილს ვერ განიკუთვნებს და ვერ დაითმეს და სხვა. კაცობრივი ბუნება უკვე გაუქმებულად არის მონოფიზიტებისგან აღიარებული. ასე რომ ჯვარცმისადმი თაყვანისცემა, რაც ფორმალურად მონოფიზიტებში ძალიან ძლიერია, რა თქმა უნდა, და საკითხავებიც აქვთ გამოთქმული და სხვა, ეს არის აბსოლუტურად ფუჭი. რას აღიარებენ, რას ცემენ თაყვანს, როდესაც მის რეალობას უარყოფენ. თუ კაცობრივი ბუნება არ შენარჩუნდა, რა ეცვა ჯვარს? რომელ ტკივილს გულშემატკივრობთ ჩვენ? ანუ გულშემატკივრობენ მონოფიზიტები. ამაზე დიდი ცდომილება რა უნდა იყოს? მით უმეტეს, როგორ შეგვიძლია თქვათ, რომ მაცხოვარი ჭეშმარიტად მოკვდა, თუ მისი კაცობრივი ბუნება აქამდე ჩვენგან უარყოფილია. როგორ განეყო მისი კაცობრივი სული, მის კაცობრივ სხეულს, თუ ამ კაცობრივი სულისა და კაცობრივი გონების რეალობა უარყოფილია. და აღდგომა, რისი აღდგომა მოხდა, რომელ აღდგომას დღესასწაულობს მონოფიზიტობა? თუ კაცობრივი ბუნება შთანთქმულია, გადაგვარებულია, გაუქმებულია, საღვთო ბუნება ხო არ აღდგებოდა? საღვთო ბუნება არც არასოდეს დაეცემა, არც არასოდეს აღდგება. საღვთო ბუნება ყოვლადია, ყოვლისპრობელია, ყოვლად იგივეობრივია. და ცხადია ეს მონოფიზიტაგანაც სრულიადაა გაცნობიერებული, რომ ისინი აღდგომას დღესასწაულებენ მაცხოვრის ადამიანური აღდგომის კუთხით, ადამიანური ბუნებით, მაგრამ თუ ეს ბუნება უკვე უარყოფილია მათგან, როგორღაა შესაძლებელი, რომ ჭეშმარიტად დღესასწაულონ აღდგომა. ასე რომ მონოფიზიტური აღქმა ორი ბუნების შეერთებისა, აი ასეთ გაუკუღმართებათა მთელ წყებას შეიცავს თავის თავში და მთელ მსახურებას და თაყვანცემი ტრადიციას აუქმებს. მაგრამ ჩვენი აქცენტი არ შეიძლება მხოლოდ მონოფიზიტობაზე იყოს, იმავე მასშტაბით და ცალკეული ასპექტებით კიდევ უფრო დიდი სიმძაფრით გაუკუღმართებას და გაუკუღმართებათა მთელ წყებას შეიცავს თავის თავში ნესტორიანული აღქმა ორი ბუნების შეერთების. რატომ? თუ მონოფიზიტური აღქმით ორი ბუნება იმდენად შეუერთდა, რომ ერთმანეთს შეერგია, ნესტორიანული აღქმით ორი ბუნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მეორის გვერდით აღმოჩნდა ყოველგვარი შეერთების გარეშე. მართალია ნესტორიანელები არაიშვიათად ხმარობენ ტერმინ შეერთებასაც, უფრო სწორად დაკავშირებასაც, მაგრამ ისევ როგორც მონოფიზიტების მხრივ ნახეთ, თუ რაოდენ ფუჭი აღმოჩნდა მათი სხვადასხვა მსახურებითი მხარეები მთავარის უარყოფის გამო, ამგვარადვე ნესტორიანელებშიც ისინი მთავარს უარყოფენ და შესაბამისად ნებისმიერი დაკავშირება და რეალური შეერთება საღვთო და კაცობრივი ბუნებისა მათ მიერ საფუძველშივეა უარყოფილი. მათ არ შეიძლება ღვთაებისა და კაცების შეერთებაზე ისაუბრեն. თვითონ სიტყვა შეერთება იმდენად ტევადია და გამომსახველია, რომ ამ ორი ბუნების განსაკუთრებულ ურთიერთკავშირს ცხადყოფს მაცხოვრის ღმერთ ჰიპოსტასში. მაგრამ ისინი ამ ორი ბუნების გათიშულობას მოძღვრობენ. ისინი არ ამბობენ, რომ ეს ორი ბუნება განუყოფლადაა შეერთებული და ვერც იტყვიან. ეს ორი ბუნება დაკავშირდა ერთი მეორისთან, ერთი მეორის გვერდით დაიდო, მაგრამ ერთი მეორისადმი არანაირი ზემოქმედება არ ჰქონია. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მონოფიზიტობა ორი ბუნების შეერთებას
ისეთი ზემოქმედების მქონე და აღიარებს საღვთო ბუნებისგან ზემოქმედების მქონედ, რომ კაცობრივი ბუნება ისპობა, ნესტორიანელობა ორი ბუნების დაკავშირებას იმ სახით აღიარებს, რომ ეს ორი ბუნება მხოლოდ და მხოლოდ დადებულია ერთი მეორის გვერდით ყოველგვარი ურთიერთქმედების გარეშე და რეალური ურთიერთკავშირისა და რეალური შეერთების და მით უმეტეს განუყოფლობის გარეშე და შესაბამისად განკაცება კვლავ ფიქცია ხდება. რომ განკაცება თვითონ სიტყვა გვიჩვენებს, რომ მან ვისაც ადამიანობა არ აქვს, ეს ადამიანობა უნდა მიიღოს. მას ვისაც ადამიანობა არ აქვს, ამ ადამიანური ბუნების მიმღები უნდა იყოს. და თუ, როგორც ნესტორი ამბობს, ღმერთი პიროვნება დაუკავშირდა ადამიან პიროვნებას, ამ ღმერთ პიროვნებას ნესტორიანული მოძღვრებით ისედაც არ მიუღია ადამიანური ბუნება. ის ადამიანური ბუნების მქონე პიროვნებას დაუკავშირდა. და სადღაა განკაცება? განკაცება სწორედ ისაა, რომ კაცობრივი ბუნების არ მქონემ კაცობრივი ბუნება მიიღო. აი ეს გახლავთ განკაცება. და თუ კაცობრივი ბუნების არ მქონე, კვლავაც ამ ბუნების არ მქონე დარჩა, იმიტომ რომ ბუნებას კი არ დაკავშირებია ის, არამედ ამ ბუნების მქონე ადამიან პიროვნებას დაუკავშირდა, რა თქმა უნდა, ეს უკვე განკაცება აღარ არის. და არა თუ განკაცება აღარ არის, საზოგადოდ მოკლებულია ყოველგვარ შინაარს ერთი არსის, ერთი სინამდვილის შესახებ საუბრისა, რადგანაც ღმერთ პიროვნება ნესტორის მიხედვით დაუკავშირდა ადამიან პიროვნებას. ამგვარი დაკავშირებანი, როგორც ეკლესიის მამები არაიშვიათად შენიშნავენ, მრავალგზის მომხდარა იესო ქრისტეს ხორციელშობამდეც და მრავალგზის მოხდება მაცხოვრის ხორციელშობის შემდეგაც. ანუ ღმერთ პიროვნება ადამიან პიროვნებას მრავალგზის დაკავშირებია. წინასწარმეტყველთ უკავშირდებოდა, მოციქულებს დაუკავშირდა, ყველა წმინდას ღმერთ პიროვნება უკავშირდება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის განკაცება და თუ ჩვენ ამას განკაცებას დავარქმევთ, მაშინ განკაცებანი აურაცხელ შემთხვევაში მომხდარა და საკუთრივ მაცხოვრის განკაცება არანაირი რაღაც ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის არ ყოფილა, იმიტომ რომ ანალოგიური მრავალი მომხდარა თურმე. აი ასეთი საშინელების შემცველია ნესტორიანული ცრუსწავლება ორბუნებოვნების შესახებ, მათი გაგება ორბუნებოვნებისა. მაგრამ როგორია მართლმადიდებლური სწავლება? მართლმადიდებლური სწავლება ერთი მხრივ მონოფიზიტობას კატეგორიულად აღმოფხრის იმის დოგმატურად აღიარებით, რომ განკაცებული ღმერთი არის ორბუნებოვანი, გამოირიცხა უკვე მონოფიზიტობა, იმიტომ რომ მკვეთრათა ხაზგასმა კაცობრივი ბუნების შენარჩუნებაზე და სრულად შენარჩუნებაზე, იმიტომ რომ ერთი თვისებაც რომ კაცობრივი ბუნებისგან გაუქმებული იყოს, ბუნებითად გაუქმებული იყოს შეერთების შემდეგ, ეს ბუნება უკვე კაცობრივი ბუნება აღარ არის. ამ სწავლებაში სხვათა შორის თანხვდება მონოფიზიტობაც, მართლმადიდებლობაც, ნესტორიანელობაც, ანტიკური ფილოსოფიაც და ყველა, რომ ბუნებას თუ კი ერთი ბუნებითი თვისება გამოაგდება, ის ბუნება ისპობა, ან სხვა ბუნებად გარდაიქმნება. იმიტომ რომ ბუნებითი თვისება სწორედ ისაა, რომლის გარეშე ეს ბუნება არ შეიძლება არსებობდეს. აი ნიმუშად რომ ვთქვათ, მაგალითად, მიწას რომ სიმძიმის თვისება გამოაკლდეს, ის მიწა უკვე აღარ იქნება. წყალს რომ სისველის თვისება გამოაგდეს, ის წყალი აღარ იქნება და ჩვენ ადრე 4 ელემენტოვანი ონტოლოგიის შესახებ ქონდა განხილვა, რომ ეკლესიის მამათა სწავლებით ერთი ბუნება, ნივთიერი ბუნება, მეორე ნივთიერ ბუნებაში სწორედ ამის კვალობაზე გადადის, რომ შესაძლებელია მათში თვისებათა შეცვლა. და კვლავ შეგვიძლია ეს მოვიხმოთ, რომ მაგალითად მიწის თვისებები, რომ მიწა არის მძიმე, ცივი და მშრალი, აი ეს მიწის თვისებები შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ მიწა ერთ-ერთი შეცვლის საფუძველზე, რომ მიწა წყლად გარდაიქმნას. კერძოდ, თუ სიმშრალის ნაცვლად მიწა სისველის თვისებას მიიღებს. იმიტომ რომ მძიმე, ცივი და სველი არის წყალი. საკმარისია სიმძიმის თვისება წყლისა გაუქმდეს, რომ ეს წყალი ჰაერი ხდება, იმიტომ რომ ჰაერი იტევს ერთი მხრივ სიმსუბუქეს და მეორე მხრივ ნოტიობას. მაგრამ საკმარისია ჰაერის ნოტიობა სიმშრალე გახდეს, რომ ეს ჰაერი ცეცხლად გარდაიქმნება, იმიტომ რომ სიმსუბუქისა და სიმშრალის თვისებები სწორედ ცეცხლს აქვს. საკმარისია ცეცხლის სიმშრალე სიმძიმედ გარდაიქმნეს, რომ ის მიწა ხდება, იმიტომ რომ მძიმე და მშრალი სწორედ მიწა და სხვა. ესე იგი, ერთი თვისებას რომ მოაკლდეს, ერთი ბუნებითი თვისება არსებობს, შეძენილი თვისებები არსებობს, ადვილად შეთვისებადი და ადვილად დაკარგვადი თვისებები და სხვა. ჩვენ ამაზე თავის დროზე როგორც მახსოვს საუბარი ქონდა, რომ ეკლესიის მამათა სწავლებით გამოიყოფა თვისებათა 3 კატეგორია. ერთია ბუნებითი თვისებები, ანუ იგივე თანდაყოლილი თვისებები, რაწამს არსებობს ესა თუ ის არსი, მყისვე ეს თვისებები არის მასში, ანუ მისი ბუნების გამსაზღვრელი, აი ამგვარ თვისებათაგან ერთის გაქრობაც კი მთელი ბუნების მოსპობას იწვევს. და როგორც უკვე ავშეთ, ეს აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამაში არის სრული ერთაზროვნება ნებისმიერ მოაზროვნეთა შორის. მეორე კატეგორიის თვისება არათანდაყოლილი, მაგრამ ყარადშთანერგილი, რასაც ბერძნულში სპეციალური ტერმინი აქვს ჰექსის და რაც ქართულად მრავალგვარად ითარგმნებოდა როგორც წესი, ჩვეულებაი, გვარი, ანაგები დამკვიდრდა ბოლოს,
და ეს ანაგები გახდა ტერმინოლოგიური შესატყვისი იმ ბერძნული ლექსის. ესე იგი შეძენილი, მაგრამ ძნელად მოსაშორებელი, ანუ მყარად შთანერგილი. ფაქტობრივად რომ ემსგავსება და თითქმის უტოლდება ბუნებითი თვისების სიმყარეს. მაგრამ ის მაინც შეძენილია და უდიდესი სირთულეა მისი მოშორება, მაგრამ ასეა თუ ისე მისი მოშორება ბუნების მოსპობას არ გამოიწვევს. შეიძლება ძალიან დააზიანოს ბუნება, მაგრამ მის მოსპობას არ გამოიწვევს. და მესამე გახლავთ თვისება, რომელსაც ადვილად იღებს ადამიანი და ადვილად შეიძლება მოიშოროს, რასაც ბერძნულში ეწოდება დიათეზის და რისი პირდაპირი ბუკვალური შესატყვისია ქართული სიტყვა განწყობა. ესე თვითონ ბერძნული სიტყვაც ამავე ეტიმოლოგიისა დია არის გან და თესის არის დალაგება, დაწყობა და დადება და სხვა. ასე რომ დიათეზის, ანუ იგივე ლათინური დისპოზიციო და რუსული расположение, ქართული განწყობა, განწყობილება, კარგად იტევს ამ ტერმინის თვისობრივ გაგებას, რომ როგორც ქართული განწყობა ერთი მხრივ დაწყობა დალაგებას ნიშნავს, მაგრამ ამავე დროს ამ სიტყვას უკვე შეძენილი აქვს ის შინაარსი განწყობილების მნიშვნელობით, რა განწყობილება მაქვს მე დღეს, რა განწყობილება მექნება, ხო? და ეს განწყობილება კარგად იტევს ამას, რომ ადვილცვალებადია ის. რაღაცა განწყობა, ანუ რაღაც მდგომარეობა, რაღაც თვისობრივი ვითარება მე ამ წუთში მაქვს, მაგრამ მეორე წუთში შეიძლება არ მქონდეს. აი ეს დიათეზისი, რაც სხვათა შორის ძველ ქართულად ყველაზე უფრო გამოკვეთილი ტერმინოლოგიური შესატყვისობით გელათურ სკოლაში გადმოიცემოდა, როგორც მოწყობა ნიშნავს რაღაცადმი სიყვარულით მიდრეკას. იგივე მიდრეკილება რაცაა დღევანდელი სიტყვა, აი ეს მიდრეკილება შეიძლება ასეთი ქონდეს, შეიძლება მერე შეიცვალოს და სხვა. თუმცა უფრო კარგი შესატყვისი მაინც განწყობა, იმიტომ რომ განწყობა კარგად იტევს ადვილცვალებადობის ნიუანსს. აი ეს სამი კატეგორიის თვისება გახლავთ და ამათგან ჩვენი აქცენტი ამჯერად არის პირველზე ბუნებით თვისებაზე, რომლის შეცვლითაც ბუნება ისპობა. და რისი თქმა გვინდა ამით? თქმა გვინდა იმისა, რომ თუ კაცობრიվ ბუნებაში ერთი ბუნებითი თვისებაც კი შეიცვალა, ეს კაცობრივი ბუნება უკვე კაცობრივი ბუნება აღარ არის და ის მოსპობილია ფაქტობრივად. თუ საღვთო ბუნებაში ერთი ბუნებით თვისება შეიცვალა, თუ ანგელოზურ ბუნებაში ერთი ბუნებით თვისება შეიცვალა, ეს ბუნებანიც გაუქმებულია. ამიტომ საუბრობთ რა ამასთან დაკავშირებით, რომ ორი ბუნება ნესტორიანული აღსარებით ერთი მეორესთან თითქოს და რაღაც კავშირშია, მაგრამ ეს კავშირი მის მიერ გამოკვეთილი არ არის, ნესტორის მიერ გამოკვეთილი არ არის, იმიტომ რომ ის ორ ბუნებასთან ერთად აღიარებს ორ პიროვნულობასაც და ესაა მკვეთრი ცდომილება მისი. შესაბამისად, ნესტორის მოძღვრების ამ ცრუ დებულების შიგნით დამალული უღმართობანი სმენელისთვის, კითხველისთვის, ნებისმიერი მართლმადიდებლურად მოაზროვნე ადამიანისთვის ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. იმიტომ რომ თუ ორი ბუნება ერთი მეორეს არ დაკავშირებია, მაშინ განკაცება სადღა. მაგრამ თუ დაუკავშირდა და ერთ-ერთი თვისება შეიცვალა, მაშინ ის ბუნება მთლიანად მოსპობილა და მით უმეტეს განკაცება სადღა. ერთს ნესტორიანელობა აღიარებს, მეორეს მონოფიზიტობა აღიარებს, მაგრამ არსებითად ორივე მათგანი უარყოფს, როგორც აღნიშნეთ, განკაცებას. უარყოფს პირველიც, უარყოფს მეორეც, ესე იგი მონოფიზიტობას, რადგანაც იგი უშვებს განკაცებას სავსებით რეალურად, რომ მართლაც მიიღო ზეღმერთმა იმ ერთმა ჰიპოსტასმა ადამიანური ბუნება, მაგრამ ყისვე იქვე დაზენს რა, რომ საღვთო ბუნებამ ეს ადამიანური ბუნება თავის თავში შთანთქა, განკაცება მართალია მოხდა, მაგრამ ვერ შენარჩუნდა. აი ასეთია მონოფიზიტობის სახე, რომ იმ პირველ წამსვე შეერთების საღვთო ბუნებასთან კაცობრიო ბუნების შეერთების პირველ წამშივე განკაცება უკვე მოსპობილია. იმიტომ რომ კაცობრიო ბუნება გაუქმდა. ნესტორიანიზმი საერთოდ არ უშვებს განკაცების შესაძლებლობას, იმიტომ რომ ის აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ ორი პიროვნების შეერთებას და ორ ბუნებოვნებას იმდენად აღიარებს, რამდენადაც ეს ორი პიროვნება თავ-თავის მხრივ ბუნებებს შეიცავს. რომ ღმერთ პიროვნება, რომელიც უერთდება ადამიანურ პიროვნებას, ეს ღმერთი პიროვნება თავის მხრივ საღვთო ბუნების მქონეა, ადამიანი პიროვნება თავის მხრივ ადამიანური ბუნების მქონეა და ეს ორი პიროვნება, როდესაც ერთდება, ამბობს ნესტორი, შესაბამისად ერთდება ორი ბუნებაც. მაგრამ ორი ბუნების შეერთების წინაპირობა მისთვის არის ორი პიროვნების შეერთება, ასე რომ ის რეალურად არანაირ განკაცებას არ აღიარებს. და მათ შორის არის, როგორც აუშვეთ, მართლმადიდებლური სწავლება და ჩვენ ამაზე ქონდა საუბარი და ეს მთელი მსჯელობა თვისებათა შესახებ ამას მოვატანეთ, რომ დოგმატურად ხაზი გაუსვარა მართლმადიდებლობამ განკაცებული ღვთის ორ ბუნებოვნებას მთლიანად აღმოფხვრა, როგორც უკვე ვთქვით, მონოფიზიტობა, სწორედ იმის გამო რაც ვთქვით, რომ თუნდაც ერთი თვისების, ერთი ბუნებითი თვისების გაუქმებაზე ემსჯელად მონოფიზიტებს, რომ აი ერთი თვისება გაუქმდა, ხოლო კაცობრიო ბუნებისა და სხვა ყველაფერი შენარჩუნდა, ისინი მაინც განკაცების უარყოფილნი იქნებოდნენ, რადგანაც ამ ერთი ბუნებითი თვისების გაუქმებით, როგორც უკვე ვისაუბრეთ, მთელი ბუნება გაუქმდებოდა. არა აუცილებელი ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ
მონობიზით და აღსარებით ყველა კაცობრიო ბუნება უქმდება. ეს ბუნებითად ერთი თვისებაც რომ თქვან მონობიზდება რომ გაუქმდა, უკვე ეს აბსოლუტურად ტოლფასია იმისა, მათ რომ თქვა რომ ყველა თვისება კაცობრიო ბუნებისა გაუქმდა, ანუ კაცობრიო ბუნება როგორც ასეთი გაუქმდა. შესაძლოა ის სხვა თვისებები, რომელთა გაუქმებასაც ისინი ხასარ უსვამენ, თავისთავად ობიექტურად, ონტოლოგიურად, ანუ ყოფიერებითად შენარჩუნდა, მაგრამ შენარჩუნდა უკვე სხვა ბუნებად, ის სხვა ბუნებად გარდაიქმნა. ისევე როგორც რომ აღნიშნავდით, რომ მიწას თუ მოაკლდება სიმშრალე და ამის ნაცვლად ის შეიძენს სისველეს წყალი ხდება, სამაგიეროდ უნარჩუნდება. ჩვენ არ ვამბობთ რომ მას შეეცვალა სიმძიმის თვისება, წყალსაც აქვს სიმძიმე, მაგრამ ეს სიმძიმის თვისება უკვე მიწის ბუნებას ვეღარ ქმნის. ის სისველესთან კავშირში წყლის ბუნებას ქმნის და მიწის ბუნება როგორც ასეთი და მიწა როგორც ბუნება მთლიანად მოსპობილია. იგივე ამ შემთხვევაშიც რომ კაცობრიო ბუნების ერთი თვისებაც რომ გაუქმებულად აღიარონ მონობიზდება, ეს ტოლფასია იმისა რომ მთელი კაცობრიო ბუნების გაუქმებულობა აღიარონ მათ. აი ეს მოსპოდა გააუქმა, აი ეს სრულსწავლება მართლმადიდებლობამ აღიარებით იმ დოგმატისა, რომ განკაცებული ღმერთი არის ორბუნებოვანი. მაგრამ აქ მეორე საფრთხეა, ეს ორბუნებოვნება მართალია აუქმებს ორი ბუნების შერწყმას და ერთი ბუნების, ამ შემთხვევაში კაცობრიო ბუნების მოსპობას, აი ეს გადაილახა, მაგრამ არანაკლები საფრთხე რჩება, ეს ორი ბუნება საერთოდ დაუკავშირდა კი ერთმანეთს რეალურად, შეერთდა კი ეს ორი ბუნება. აი ამ მეორე, ანუ ნესტორიანულ სათურს, რომელიც ფაქტობრივად უარყოფს საერთოდ ამ ორი ბუნების შეერთებას. აი ამ სათურს ძველი ქართული ტერმინი რომ მოიხმოთ, გარდაკვეთით აღმოფხვრის დოგმატის პირველი ნაწილი. ერთი პიროვნება, რომ განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე არის ერთი პიროვნება, ორბუნებოვანი. ორბუნებოვნება აღმოფხვის მონოფიზიტობას, ერთპიროვნულობა განკაცებული ღვთისა აღსაარებული ყველა მართლმადიდებლის მიერ აღმოფხვის ნესტორიანელობას, იმიტომ რომ ერთ პირზეა საუბარი ერთმა პირმა, რომელსაც უკვე ჰქონდა ერთი ბუნება, საღვთო ბუნება, თავის წიაღში მიიღო მეორე ბუნებაც. და შეუძლებელია რომ ერთ პიროვნებაში ორი ბუნება ურთიერთკავშირში არ იყოს, იმიტომ რომ ერთი და იმავე პიროვნებისაა ორი ბუნება. როგორც ყველა ჩვენთანგანში, რომლებიც ერთი პიროვნებანი ვართ, ადამიანები, არსებობს ორი ბუნება, ერთი სხეულებრივი და მეორე სულიერი და რადგანაც ორივე ჩვენია, ეს ორი ბუნება ერთმანეთს განუყოფლად უკავშირდება, ამგვარადვე მაცხოვარშიც ერთ პიროვნებაშიც ორი ბუნება განუყოფლადაა დაკავშირებული. მაგრამ თვით ორი ბუნების მკვეთრად ხაზგასმა კვლავ აღნიშნავ ამ დაკავშირების შერევას ურთიერთშეთქვებას ყოვლით ურთ აღმოფხვის, იმიტომ რომ მაშინ ორი ბუნება აღარ ყოფილა და ორი ბუნების ერთ პიროვნებად რჯულდება ამ ორი ბუნების დაუკავშირებლობას, შეუერთებლობას აღმოფხვის, რომ ეს ორი ბუნება ჭეშმარიტად დაუკავშირდა ერთმანეთს, ამას ხატავს ერთპიროვნულობა ამ ორი ბუნებისა და რომ ეს ერთი პიროვნება თავის თავში ორი ბუნების შერევნას არ შეიცავს, ამას ხატავს ტერმინი ორბუნებოვნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი ორბუნებოვნების ღირსებას, თვითონ ტერმინის ღირსებას, ერთი პიროვნების ორბუნებოვნების ღირსებას, რომ რაწამს ვამბობთ კაცობრიო ბუნებას და ორბუნებოვნებას ახალ მოვუწ ხადია გულისხმობთ კაცობრიოსა და საღვთო ბუნებას და ეს თავისთავად გულისხმობს რომ კაცობრიო ბუნებას ჩვენ ვაღიარებთ ყოვლად სრულად, ყველა თავისი თვისებით შენარჩუნებულად. როგორც აღნიშნეთ, ერთი ბუნებითი თვისებაც კაცობრივი ბუნებისა რომ გაუქმებულიყო, ბუნებითად რომ გაუქმებულიყო, მაშინ ეს კაცობრიო ბუნება თავისთავად გაუქმებული იქნებოდა და ტერმინი ორბუნებოვნება ცხადია შეუძლებელი იქნებოდა არ არსებულ ბუნებას, როგორ გავა ის ბუნება უკვე აღარ არსებობს, თუ ერთი თვისებაც კი გაუქმდა მასში. ამიტომ მკვეთრად უწოდებთ რა განკაცებულ ღმერთს ორბუნებოვანს, ამით ასევე მკვეთრად ხაზგასვამთ, რომ ის არის სრულად ორბუნებოვანი, სრულად კაცობრიო ბუნებით, სრულად საღვთო ბუნებით, ანუ უკეთ პირიქით, სრულად საღვთო ბუნებით, სრულად კაცობრიო ბუნებით. მაგრამ ერთ პიროვნებაში ორი ბუნების თანაარსებობა რას ნიშნავს, რაც არის სწორედ ნესტორიანიზმის ვერგაგება და რითაც იგი თიშავს ამ ორ ბუნებას, აი ესაა ყველაზე რთულად განსამარტავი. მართალია, რომ ეკლესიური სწავლება, მართლმადიდებლობა ერთი მხრივ უარყოფს მონოფიზიტურ შეთქვებას, მაგრამ ამავე დროს, როგორც აღნიშნეთ, იგი უარყოფს ნესტორიანულ გათიშულობასაც ამ ორი ბუნებისას. მაგრამ თუ გათიშულობა არა ამ ორი ბუნების, რა სახით უკავშირდებიან ეს ორი ბუნებანი ერთმანეთს, რა აქვს, რა ტერმინი აქვს გამოყენებული მართლმადიდებლობას? არა შერევნა, არა განყოფა, მაგრამ გამდიდრება, რომ საღვთო ბუნება, როდესაც შეერთებული ხდება კაცობრიო ბუნებასთან, არანაირი მათი შეთქვება არ ხდება, ამავე დროს არანაირი გათიშულობა მათ შორის არ რჩება, არამედ საღვთო ბუნებისგან მდიდრდება კაცობრიო ბუნება. გამდიდრებულობა არანაირად არ ნიშნავს კაცობრიო ბუნების რომელიმე ბუნებითი თვისების ოდნავ მაინც, არათუ მთელი სისრულით ოდნავ მაინც აღმოფხვრას, ეს ბუნებით თვისება სრულად ნარჩუნდება, მაგრამ გამდიდრება სწორედ ისაა, რომ საღვთო ბუნების ამა თუ იმ თვისებით არაბუნებითად, არამედ გამდიდრებითად აღივსება კაცობრიო ბუნება. და ეს გამდიდრებითი თვისებები ეკლესიის მამათა სწავლებით არის 4 და ეს 4 გახლავთ შემდეგი.
ცოდნეობა საღვთო ბუნებისგან, საღვთო ცოდნა ყისიერად კაცობრივი ბუნების გამაშუქებელი ხდება, საღვთო ბუნების ცხოველმყოფელობით, ბუნებითი ცხოველმყოფილობითობა კაცობრივი ბუნების თავისთავად ბუნებითა და არაცხოველმყოფელის ცხოველმყოფლად გარდამქმნელი ხდება მხოლოდ გამდიდრებითად, სხვა არანაირი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ გამდიდრებითად, ესე იგი არა ბუნებითად გარდამქმნელი, არამედ გამდიდრებითად, რომ ის ავლენს, ის ირეკლავს, ის გამსჭვალული ხდება ამ თვისებით და გადასცემს სხვას. ისევ როგორც სარკეში მზე აირეკლება, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ზის რომელიმე თვისება სარკის ბუნებითი თვისება გახდა და ამ არეკლით სარკის არც ერთი თვისება თავისი თვისდამა არ უქმდება ოდნავადაც კი, ამგვარადვე კაცობრიულმა ბუნებამ აირეკლა საღვთო ბუნების თვისებანი, რითაც იგი გამდიდრდა და ეს თვისებანი გახლავთ, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ, საღვთო ცოდნა, საღვთო ცხოველმყოფელობა, საღვთო ძლიერება და საღვთო მეუფებრიობა. აი ამ 4 თვისებით დიდრდება კაცობრიული ბუნება შეერთების პირველ წამიდანვე. ასე რომ მონოფიზიტობა ორბუნებოვნებას აღიქვამს ურთიერთშეთქვების კუთხით, ნესტორიანელობა ორბუნებოვნებას აღიქვამს ურთიერთგათიშულობის კუთხით, მართლმადიდებლობა ორბუნებოვნებას აღიქვამს საღვთო ბუნებისგან კაცობრივი ბუნების გამდიდრების კუთხით. აი ესა უარსებითესი, ამის წვდომა უარსებითესი და ამიტომ ამბობდით დასაწყისში და ფაქტობრივად ამით ამ საუბარს დავასრულებთ, რომ მხოლოდ თქმა იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ორი ბუნების შეერთებას, აბსოლუტურად არაფრის თქმელი არ არის. იმიტომ რომ ორი ბუნების შეერთებას აღიარებს მონოფიზიტობა, მაგრამ აღიარებს იმ კუთხით, რომ კაცობრივი ბუნება იძლია საღვთო ბუნებისგან და შთაინთქამისგან, ორი ბუნების დაკავშირებას გარკვეულწილად აღიარებს ნესტორიანელობა, მაგრამ შუამავლობითად, რომ ორი პიროვნება რომ დაუკავშირდა ერთმანეთს, შესაბამისად მათი ბუნებანიც დაუკავშირდა, მაგრამ ეს არაა რეალური ნამდვილი კავშირი და ფაქტობრივად ნესტორიანელობა ორი ბუნების ერთი მეორის გვერდით მხოლოდ დადებას, ყოველგვარი ურთიერთზემოქმედების გარეშე მათ გათიშულობას მოძღვრობს, ხოლო მართლმადიდებლობა ასწავლის რაც რომ შეერთდა ორი ბუნება, ამავე დროს დასძენს, რომ სრულად შენარჩუნებით კაცობრივი ბუნებისა, მაგრამ ამავე კაცობრივი ბუნების გამდიდრებით საღვთო ბუნების თვისებებისგან. გამდიდრება გახლავთ, გამდიდრების შესახებ მოძღვრება ის ცენტრალური სწავლება, რითაც განისაზღვრება მართლმადიდებლური მოძღვრება განკაცებული ღვთის ორბუნებოვნების შესახებ და რითაც იგი ემიჯნება როგორც ნესტორიანის, ასევე მონოფიზიტობას. აი ამ გამდიდრების შესახებ სწავლებას ჩვენ შემდგომ საუბრებში შევეხებით. გმადლობთ ყურადღებისათვის.